როცა ნარჩენი რესურსად იქცევა. მდგრადი მოხმარება და მწვანე ინიციატივები საქართველოში იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის მთავარი თემა. არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად კახა ქარჩხაძე, ბიოდიზელ ჯორჯიას სამეცნიერო კონსულტანტი იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი. ბატონო კახა, ჩვენ პრივატულ საუბარში დაგიფიქსირეთ, რამდენად მოხარული ვარ თქვენი გადაცემაში სტუმრობის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელი ბლოკი ფაქტობრივად ეძღვნება ეკონომიკურ განვითარებას სრულიად ეკოლოგიური ელემენტებით. მოდით სანამ ბიოდიზელ ჯორჯიაზე გკითხავთ, რა თქმა უნდა, საფლაგმანო კომპანიაზე და საფლაგმანო საქმიანობაზე, რასაც ეწევა საქართველოში, მანამდე ზოგადად მინდა გკითხოთ მდგრად მოხმარებასა და წარმოებაზე. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები, ცირკულარული ბიზნეს მოდელები, რამდენად ვითვისებთ საქართველოს იმ ჩვენ ცირკულარულ რესურსს და რა არის ის ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი, სადაც გვინდა რომ ვიყოთ, ანუ ის გადამუშავების მარგი ქმედების კოეფიციენტი. მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის პატივია თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რასაკვირველია, ცირკულარული ეკონომიკა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოდური სიტყვა არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკებში და რასაკვირველია საქართველოშიაც. ცირკულარული ეკონომიკა, ეგრეთ წოდებული წრფივი ეკონომიკისგან განსხვავებით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირველ რიგში რაც შეიძლება მცირე ნარჩენი ან საერთოდ უნარჩენო წარმოება უნდა იყოს ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში და შემდეგ თუ მაინც წარმოიქმნება ნარჩენი, ის უნდა გადამუშავდეს და იმ ნარჩენისაგან კვლავ ეფექტური საჭირო პროდუქტი უნდა იქნეს წარმოებული. ეს ძალიან ეფექტური მოდელია და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები უკვე კარგი ხანია ამ მოდელზე არიან გადასული. საქართველოშიც წარმატებით ინერგება ეს მოდელი და როგორც თქვენ აღნიშნეთ და მე ძალიან მიხარია ის, რომ ბიოდიზელ ჯორჯიას სახელი უკვე ასე საქვეყნოდ ცნობილი გახდა. ჩვენ ვართ სწორედ ერთ-ერთი პიონერი, ასე ვთქვათ, ყინულმჭრელი ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაში საქართველოში. ბატონო კახა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ჩვენს გადაცემაში, ბატონი მურმანიც ყოფილა სანდროსთან, სანდრო მეფხვაძესთან სტუმრად, არაერთხელ გაჟღერებულა, მაგრამ ის კონცეფცია მინდა რომ გავაცნოთ მაინც მაყურებელს თავიდან, რასაც ბიოდიზელ ჯორჯია ახორციელებს და დღეს რა მდგომარეობაშია კომპანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება ძალიან დიდი გამადიდებელი შუშით, იმიტომ რომ მაინც პიონერები ხართ, მაინც ახალი ხილია საქართველოში ეს ყველაფერი, არ გვაქვს ჩვენ ისეთი ისტორია, როგორიც აქვს პირობითად შვედეთს, რომელსაც კომპანიების დონეზე ყავთ, ხელოვნების დონეზე აყვანილი ეს ყველაფერი, მაინც ახალია, თუმცა ბიოდიზელი წარმატებით ახორციელებს ამ ყველაფერს. რა ხდება თქვენ მხარეს? ბატონო, დავაკვირდით გამოდიდებელი შუშით. ძალიან სასიამოვნო იქნება პირიქით, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავს როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობა, ისე ეკონომიკის სექტორი და ასე შემდეგ. საერთოდ ბიოდიზელი მთელ მსოფლიოში ეს მრავალ მილიარდიანი ინდუსტრია, მინდა გითხრათ. აი, უბრალოდ ესეთი ციფრები არის, თქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 მილიონ ტონაზე მეტი ბიოდიზელი იწარმოება, ევროკავშირი ფლაგმანია ამ მიმართულებით, მხოლოდ გერმანიაში 4,2 მილიონი ტონა ბიოდიზელი იწარმოება და რა კარგია, ფიქრობ ძალიან კარგია, რომ საქართველოშიაც მოხდა ის ნანატრი დრო, როდესაც საქართველოს შეუძლია საკუთარი ალტერნატიული განახლებადი ეკომეგობრული საწვავი აწარმოოს. თან ჩვენმა კომპანიამ ბიოდიზელ ჯორჯიამ აიღო აქცენტი იმაზე, რომ ბიოდიზელი ეწარმოებინა სწორედ ნარჩენისაგან, მეორადი მოხმარებული ზეთისაგან და ამით მრავალი ბენეფიტი მოუტანა როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე ქვეყნის ეკოლოგიას. ანუ ბიოდიზელ ჯორჯია ცხადია პირველი კომპანია და ყინულმჭრელია და როგორც თქვენ ბრძანეთ ძალიან ბევრი თვალია მოპყრობილი, აბა რას იზამს ეს სტარტაპი, როგორ განხორციელდება. ნუ უკვე გარკვეული დრო გავიდა და შემიძლია გითხრათ უკვე დაბეჯითებით და ამაყავთ, რომ ეს წარმატებული кейსი გამოდგა. ბიოდიზელ ჯორჯია წარმატებით ვითარდება ყოველწლიურად. ზრდით, დადებითი ტრენდი აქვს ჩვენს პროდუქციის წარმოებას. შევქმნით ახალი სამუშაო ადგილები, ყოველწლიურად ვანვითარებთ როგორც ტექნოლოგიას, ისე რაოდენობას ბიოდიზელის წარმოებისას და შემიძლია გითხრათ აი ესეთი ციფრები, რომ თქვათ აი 65 სამუშაო ადგილი შექმნა ერთმა კომპანიამ, აწარმოა თითქმის 7,000 ტონაზე მეტი საწვავი, დაზოგა 15,000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ემისია და ამით უპასუხა არა მარტო
თანამედროვე ტრენდს, რასაც ქვია ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა და ეკოლოგიზა და ეკონომიკაზე ზრუნვა, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქართველოს მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული და ამ ვალდებულების შესრულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭკავია სწორედ მავნე ემისიების შემცირებას ატმოსფეროში. ბატონო კახა, ალბათ უნდა შევეხოთ პოლიტიკასაც, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ვიცით რომ ის ფლაგმანი ქვეყნები, რომლებიც ვახსენეთ, თუნდაც შვედეთი, თუნდაც გერმანია, როდესაც ავითარებდნენ ამ ცირკულარულ მოდელებს, ძალიან დიდი სტიმულები მოდიოდა საკუთარი მთავრობებისგან და ძალიან უწყობდნენ ხელს. რა ხდება დღეს ჩვენთან? ანუ რამდენად ხელშემწყობი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ მწვანე ბიზნეს მოდელები იყვნენ წახალისებულები და თქვენი შეხედულებით რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმ რეგიონში უპოზიციონირებდეთ როგორც ცირკულარული ეკონომიკის ფლაგმანი ქვეყანა. კეთილი, მართალი ბრძანდებით, იცით, იგივე გერმანიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ 2000-იან წლების დასაწყისშიც კი კვლავ გერმანიაში ბიოდიზელის მწარმოებლებს ჰქონდათ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, პირდაპირ ინსენტივები ეძლებოდათ. ანუ მათი წარმოებული პროდუქცია ისე კი არ იბეგრებოდა, როგორც ვთქვათ, ნავთობდიზელის. არამედ მათ ჰქონდათ გარკვეული ფინანსური უპირატესობებიც კი. ამან გამოიწვია ის, რომ გერმანიაში მოხდა ბუმი, ძალიან განვითარდა ეს მიმართულება, ბიოდიზელის წარმოება და მას შემდეგ, რაც ეს მიმართულება, ასე ვთქვათ, ფეხზე დადგა და უკვე სოლიდური გახდა, სახელმწიფომ უკვე შეწყვეტა დახმარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიოდიზელის, ანუ საკუთარი ეკომეგობრული საწვავის წარმოება გერმანიაში უკვე ისეთ დონეზე იყო განვითარებული, რომ როგორც გითხარით, დღეს უკვე წელიწადში სტაბილურად 4.2 დაახლოებით 4 მილიონი ტონა საკუთარი საწვავი, ეკომეგობრული საწვავი ვიწარმოება გერმანიაში. მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ მე თქვა, რომ ჩვენ განებურებული ვართ სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს მხრიდან ხარდაჭერით, როგორ გითხრათ, ინსენტივებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჯერ გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვგრძნობ სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ხარდაჭერას, თუნდაც თქვათ, როგორც გერმანიაში ქონდა თავის დროზე ბიოდიზელის წარმოებას. რამდენად ჭირდება ბატონო კახა ჩაგეკითხებით მსგავსი ინიციატივები, იმიტომ რომ ჩვენ გასაგებია ვნახეთ ერთ ქვეყანაში, ვნახეთ მეორე ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან რამდენად თვლით რომ ჭირდება სახელმწიფოს ჩარევა, პირობითად ფინანსური რესურსების მხრიდან რაღაც გარკვეული შეღავათები, საგადასახადო მიმართულებით რაიმე შეღავათები, აი რამდენად საჭიროა იმისთვის, რომ განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკური მოდელები. იცით რა არის, რადგან ჩვენ ასე ვთქვათ, ყინულმჭრელები ვართ, რადგან ჩვენ პიონერები ვართ ამ სექტორში. სახელმწიფო სავარაუდოდ ჩემი შეხედულებით არ უნდა მიუდგეს ამას, ასე ვთქვათ, აი ზოგადი პრინციპებით. როდესაც ქვეყანაში გაჩნდა ისეთი კომპანია, ისეთი ჰოლდინგი, როგორც არის ბიოდიზელი ჯორჯია, რომელიც თქვათ პირობითად გადაამუშავებს ნარჩენს მეორად მოხმარებულ ზეთს და ამით აწარმოებს ისეთ ქვეყნისთვის აუცილებლად საჭირო პროდუქტს, როგორც არის საკუთარი ეკომეგობრული ალტერნატიული განახლებადი ენერგია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომაც მე ვფიქრობ, უნდა შეცვალოს თავის პრიორიტეტები. აი, საინტერესო მოსაზრებას მოგაწვდით მე თქვენ. მას შემდეგ, რაც ცირკულარული ეკონომიკა ვითარდება ქვეყანაში, უკვე ეს ნარჩენი ერთგვარად ხდება სტრატეგიული პროდუქტი. აი წარმოგიდგენიათ მეორადი მოხმარებული ზეთი, რომელიც სანამ ჩვენ ბიოდიზელი ჯორჯია დავიწყებდით მის გადამუშავებას და ბიოდიზელის წარმოებას, მეორადი მოხმარებული ზეთი იყო ნარჩენი, თხევადი ნარჩენი, რომელიც ან გარემოს წამლავდა, ან იღვრებოდა და ჰქონდათ და კვლავ ცხოველებს აჭმევდნენ და კვლავ ადამიანში ხდებოდა ეს მამნინითიერები, რაც მასში იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე ბიოდიზელი ჯორჯია მისი გადამუშავება დაიწყო, მეორადი მოხმარებული ზეთი საქართველოში გახდა სტრატეგიული პროდუქტი. აი სტრატეგიული პროდუქტი, მე რომ სახელმწიფო ვიყო, თქვათ, მივიღებდი ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ რეგულაციას, რომ აი ეს სტრატეგიული პროდუქტი, სტრატეგიული ნედლეული პირველ რიგში მიეწოდეს იმ საწარმოებს საქართველოში. თქვათ, ბიოდიზელი ჯორჯიას ან თქვათ, ხვალ მეორე კომპანია რომ გაიხსნება იმას, რომლებიც ამას გადაამუშავებენ ქვეყანაში, შექმნიან საჭირო პროდუქტს, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებენ ეკონომიკას. აი თუნდაც აი ეს მაგალითი რომ მოგიყვანოთ. ძალიან საინტერესოა. აუცილებლად მე მინდა რომ თქვენი ამ სტუმრობა მაქსიმალურად გამოვიყენო და
კითხოთ ძალიან რთულ ცირკულარულ ეკონომიკურ კონცეფციაზე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის საქართველოში პროფესიონალი სამწუხაროდ, რომელსაც ეს შეკითხვა შეგვიძლია დაუსვათ. ძალიან აქტუალური ხდება მსოფლიოში და დღესდღეობით თორემ რამოდენიმე ქვეყანა ვიცი, რომელმაც ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო ამ კონცეფციის დამუშავება, ეს არის ნაგვის დიდი მთებიდან ენერგიის მიღება. ჩვენ გვაქვს საქართველოში არაერთი მსგავსი წერტილი და მიდიოდა სხვათა შორის დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ნაგვის ეგრეთ წოდებული მთებისგან, გროვებისგან მიგვეღო ენერგია. თქვენი შეხედულება მაინტერესებს, რამდენად გვაქვს ეს რთული კონცეფცია ძალიან და ძალიან ეკოლოგიური მისგან ენერგიის მიღების შემთხვევაში. რა ხდება დღეს საქართველოში და რამდენად რეალურად ხედავთ თქვენ აი მსგავს რთულ კონცეფციებს განხორციელების მიმართულებით? მართალ ბრძანდებით, ეს არ არის იოლი კონცეფცია, რთული კონცეფცია, მაგრამ კვლავ ჩვენ ალბათ უნდა გამოვიყენოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. მე მქონდა ბედნიერება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, შვედეთში, გერმანიაში მენახა და გავცნობოდი ძალიან ახლო თუ როგორ ხდება აი ამდაგვარ ნაგავსაყრელებიდან მეთანის CH4-ის მიღება. მოგეხსენებათ ეს რა ძვირად ღირებული საქართველოსთვის იმპორტირებული ენერგომატარებელია და მისი გამოყენება უკვე ან ელექტროენერგიის წარმოებისათვის, ან გათბობისთვის, ან ცხელი წყლის მიღებისთვის და ასე შემდეგ. მაგალითად, შვედეთში მე ვცხოვრობდი ქალაქში, რომელსაც 100,000 მოსახლეობა ჰყავს. იქ იყო Siemens-ის ძალიან დიდი დანადგარი დადგმული, რომელშიც გადამუშავდებოდა ნაგავი, გადამუშავდებოდა ნარჩენები და აი ეს ერთი დანადგარი ამ 100,000 მოსახლეიან ქალაქს მთლიანად უზრუნველყოფდა ელექტროენერგიით, გათბობით და ცხელი წყლით. ანალოგიური შეგვიძლია ჩვენ საქართველოშიც გავაკეთოთ. ისეთი ციფრებია და ისეთი პოტენციალი აქვს აი ამ ნაგავსაყრელების სწორ გადამუშავებას, რომ ძალიან ეფექტური იქნება საქართველოს. ბატონ კახა, რა მაინტერესებს, როგორია მათი ღირებულება ზოგადად? რამდენად ძვირი შესანახია ეს ტექნოლოგიები, იმიტომ რომ მე რაც ინფორმაციაც მოვიძიეთ, ძალიან ხშირად საჭიროებენ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებას. ერთის მხრივ გასაგებია, რომ გარემოზე ზრუნვა არის და საკუთარი რესურსის მაქსიმალური ათვისება, თუმცა მოკლედ კილოვატი საკმაოდ ძვირი ჯდება. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს და რა შეიძლება იყოს აქ სახელმწიფოს როლი? სახელმწიფოს როლი კვლავ ის უნდა იყოს, რომ პირველად როდესაც გაჩნდება რომელიმე სტარტაპი, რომელიც სერიოზულად მეუდგება ნარჩენების გადამუშავებას, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. თუნდაც მხოლოდ თბილისში 380 თუ არ ვწდები 390,000 ტონა მყარი ნარჩენი გროვდება ყოველწლიურად. აი ეს თუნდაც ყველაზე მარტივი ტექნოლოგია რომ დაინერგოს, დაახლოებით 250-230,000 მეგავატ-საათი არის წლიური ჭრილში, წარმოგიდგენთ, რამხელა ენერგიის ძალიან სერიოზული დამეთანხმებით, ხო? ფაქტობრივად დღეის მდგომარეობით იმ დეფიციტს თავისუფლად ავსებს, რაც გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ზამთრის პერიოდში და ის ელექტროენერგიის იმპორტსაც ვახორციელებთ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. და გარდა ამისა, ცხადია ფასი დამოკიდებული იქნება, რამდენად მასშტაბური იქნება ამის გადამუშავება, რომელ მეთოდს ავირჩევთ, თქვათ, ავირჩევთ პიროლდის, ავირჩევთ ანაერობულ გადამუშავებას, აი ამ ნაგავსაყრელში არსებული ორგანული ნაერთებისა თუ მარტივად დაწვას, რომელსაც ასევე ახორციელებენ მრავალ ქვეყანაში, ამაზე არის დამოკიდებული საბოლოო ფასი, მაგრამ ყველა ვარიანტში ეს მომგებიანი იქნება ეკონომიკურადაც, მომგებიანი იქნება პოლიტიკურადაც და მომგებიანი იქნება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის და ქვეყნის სწორი განვითარებისათვის. ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე აქვე პირობა უნდა ჩამოგართვათ პირდაპირ ეთერში, არ მოგცეთ საშუალება ისე წასვლის, რომ აუცილებლად იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი კვლავ და მსგავსი რთული, მაგრამ საჭირო კონცეფციებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ეკოლოგიისათვის მოკლედ. სოციალურმა არაფერი არ დააშავა, სოციალურისთვისაც ასე. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ კახა ქარჩხაძე, ბიოდიზელ ჯორჯიას სამეცნიერო კონსულტანტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი.